ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქის მიმართ. საბოლოოდ გავანეიტრალოთ ეს სამარცხვინო სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში და ამისათვის ყველა კანონისმიერი ზომა იქნება უმკაცრესად გამოყენებული. არ შეიძლება 100 და 150 უცხოელი აგენტი ძალადობდეს მილიონობით ჩვენს თანამოქალაქეზე. ეს არის ყველა დაუშვებელი შესაბამისად სახელმწიფო და კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ. როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, ის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე. თქო, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებთ და კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, ყველაფერი იქნება დაცული, მაგრამ კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ივანიშვილის პრემიერმა როგორც იქნა აღიარა ის, რისი თქმაც სავარაუდოდ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს სურდა. ირაკლი კობახიძეს და მთელ რეჟიმს ნულოვანი სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ აქვთ, რომლებიც აგერ უკვე 319 დღეა ყოველ საღამოს პარლამენტის წინ იკრიბებიან და ამ გზით საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ. შესაძლოა რუსთაველის გამზირზე ყოველთვის ათასობით ადამიანი არ დგას, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ არასრულ 11 თვეში დაიბადა ფაქტობრივად ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომლის გატეხვა და დამორჩილებაც რეჟიმმა ვერ შეძლო. რეალურად ეს პროტესტი არის ჩვენი საზოგადოების იმუნიტეტი. ეს არის მთავარი. ეს არის ჩვენი იდენტობა ახლა, ხო? იმიტომ რომ ამ რეჟიმს მოაქვს აბსოლუტურად სხვა კულტურა. ეს არის რუსული ჩვენი ფაქტობრივად ოკუპანტები არიან. ეს თავრობა არის ოკუპანტი. კოლაბორაციონისტებიც არ არიან უკვე ისეთ ყოველდღიურ რეჟიმში გადავიდა ეს თავრობა, რომ საერთოდ არც გვიყურებენ როგორც ქართველებს, ესენი გვიყურებენ როგორც რუსეთის მოქალაქეებს, როგორც ექცევა პუტინი თავის მოქალაქეებს, ესე გვექცევიან ესენი ჩვენ. ზუსტად. მათ გონიათ, რომ აუცილებლად უნდა ვიღაც მართავდეს რაღაცას, აუცილებლად ვიღაც უნდა მართავდეს მოძრაობას და ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით როგორც დასავლური საზოგადოება, ჩვენში ძლიერდება ნელ-ნელა ეს სამოქალაქო შეგნება და ეს სამოქალაქო შეგნება რეალურად რა არის? ეს არის პასუხისმგებლობა. ივანიშვილის პრემიერი ამ მომიტინგის ლოგიკას ვერ გაყვება, რადგან მისთვის სამშობლოც და პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთ კაცთან ასოცირდება. კობახიძისთვის არათუ თავისუფლებისთვის ბრძოლა ისიც კი წარმოუდგენელი იყო, რომ სხვადასხვა შეხედულების ადამიანი საერთო მიზნისთვის ერთმანეთის გვერდიგვერდ თვეები მდგარიყვნენ. თავად ალბათ ეგონა, რომ დარბევების, ცემის, წამებისა და აგენტის იარლიყის მიკერება შედეგს გამოიღებდა და ხალხი დაიშლებოდა. ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ 3 დეკემბერს არწმუნებდა საზოგადოებას, რომ პროტესტი რუსთაველზე 20 იანვრამდეც ვერ გაძლებდა. ჩვენ მშვიდად მივალთ საბოლოო ჯამში 20 იანვრამდე და 20 იანვრიდან ველოდებით გადავდივართ. თუ 20 იანვრამდე ამ მასშტაბის აქციები გაგრძელდა ქვეყანაში. დაივიწყეთ. ეს არის თქვენი ოცნება, რომ საქართველოში არეულობა გაგრძელდეს 20 იანვრამდე. მე გვერდებით, რომ თქვენი ეს ოცნება არ შესრულდება. კობახიძის მოლოდინმა არ გაამართლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ხალხი რუსთაველზე 20 იანვარსაც შეიკრიბა და პროტესტის გამოხატვა დღემდე არ შეუწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების დასადუმებლად რეჟიმმა არაერთი კანონისმიერი მძიმე შეზღუდვა დააწესა, აკრძალა პირბადები, გაზარდა ჯარიმები. რეჟიმი ცდილობს, რომ გადაგყლაპოს რა. და დაიხსჯობა ბოლოს. აი მგონია რა, ანუ სხვანაირად შეუძლებელი არის უსამართლობასთან მებრძოლი მშვიდობიანი მოქალაქეების ჩახშობა და ჩახშობა არ გამოვა რეჟიმს რა. კი აუცილებლად ივანიშვილი მისივე შექმნილ რუსულ მონსტრთან ერთად დაიხსჯობა იქამდე, ვიდრე ქართველებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაამარცხებს. ეს იცის ყველამ, ვინც რუსთაველზე თუნდაც ერთ შეკრებაზე მაინც ყოფილა. მომიტინგეებს კი, რომლებიც ყოველ საღამოს პარლამენტთან მიდიან, ამ გამარჯვების რწმენას კონკრეტული შედეგები აძლევს. ეს არის ერთადერთი ქმედითი სივრცე, რომელმაც მოიტანა ყველა ის შედეგი, რამაც რეჟიმს დაარტყა. ეს არის მისი არაღიარება, ეს არის სანქციები, ეს არის თუნდაც ის, რომ გამოუშვეს რაღაც ნაწილი პატიმრების და
ნაკლები მიუსაჯეს თქვათ დანარჩენს ინგლისის პატიმრებს და ანუ ამ რუსთაველის გამო მუდმივად უწევთ მათ ან უკან დახევა ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მძლავრი ტარღების გადატანა დასავლეთიდან ხო ანუ რუსთაველი არის შიდა წნეხი რაც იწევს ამ გარეწნებს ანუ ეს მე მგონი ყველასთვის ცხადია და ამიტომ მათი მთავარი სამიზნე არის რა თქმა უნდა რუსთაველი. ამიტომ ჩვენი პასუხი რა უნდა იყოს? რომ არა ჩვენ არცად არ მივდივართ. ნახარი უბრალოდ ის ხალხი რომელსაც ჭირდება რაღაცა ცვლილება. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე მიმდინარე ხელისუფლებისთვის, ეგრეთ წოდებულისთვის და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე გახდა მათთვის რომ უკვე რუსთაველის აღარ იყოს. და ნუ ჩვენთვის პირიქით ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ზუსტად ეხა დავიცოთ რუსთაველი რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს. ეს არის მოძრაობა, ეს არის ადგილი, ეს არის ასე ვთქვათ აუცილებლობა, რომელსაც ივანიშვილი ჯერჯერობით ვერ ერევა. და რომელიც ეწინააღმდეგება მათ ხელისუფლებას, მათ ძალას, უპირისპირდება მათ ასე ვთქვათ აგრესიას. ესეთი მშვიდობიანი ფორმატ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამის გაგრძელება და მე ყველას ვთხოვ, რომ შეძლებს დაგვარად ნუ ჩავარდებით რაღაც იმ უიმედო განცდებში, რომ აქ დგომა არაფრის მომტანი. ეს პროტესტს რას აძლევს ყოველ საღამოს ადამიანების მოსვლა რუსთაველზე და გზის გადადგება? мотивация პროტესტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ერთი მეორეს უყურებს, ადამიანები ასე ვთქვათ ერთმანეთს გვერდიგვერდ რადგან გუდგავართ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროტესტი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამით მთელ მსოფლიოს ვაგებინებთ, რომ ჩვენ პროტესტანტები ისევ ვიბრძვით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. სასანქციების ეშინია. ბიძინა ივანიშვილს ამიტომაც უნდა აი ამ კერის მოსპობა ამ პროტესტის, მაგრამ ჩვენ არანაირად არ დავთმობთ. არ დათმობენ, რადგან იციან, რომ გზა თავისუფლებისკენ რუსთაველზე გადის. სჯერათ, რომ ერთად ბრძოლით რუსული რეჟიმის დამარცხებასაც შეძლებენ. 319 დღის განმავლობაში ბევრს გაუძლეს და ბევრიც გადაიტანეს, მაგრამ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სიმტკიცე და რუსთაველი როგორც პროტესტის მთავარი კერა შეინარჩუნეს. აქ იმარჯვებს სიმტკიცე. აი სადაც დავუშვათ აი იარაღია, დარბევა არის რაღაცა ხო? და ის აი ერჯერადი და დაიშალა და აქ არის სიმტკიცე და ეს კიდევ იქნება მომავლის თემა გავადრო და აი ამ სიმტკიცეზე ისაუბრებენ, რომ აი იქნება ანალიზი, რომ აი სიმტკიცით როგორ დადეს ბეჭებზე ეს ტოტალიტარული რეჟიმი. ყველა აქვს იმედი, რომ დაუშვიან ამ პროტესტს გააქრობენ, მოსპობენ, ხო ნახეთ რამდენჯერ შეპირდა თავის ასე ვთქვათ გულშემატკივრებს, რომ გამთავრდება, აღარ იქნება ეს პროტესტი. ხან თებერვალში, ხან ხუთში, ხან რა ვიცი, სხვადასხვა თარიღებს, მაგრამ არა, ეს პროტესტი იქნება. რაც არ უნდა მოგვიგონონ, რომ რამდენიც არ უნდა ჩავხსვან ციხეში, რაც არ უნდა ასე ვთქვათ გვაწვალონ, ეს პროტესტი იქნება. სანამ არ დამთავრდება ეს რუსული რეჟიმი. კიდე პრინციპული, მაგრამ უაღრესად მშვიდობიანი პროტესტი არის ის იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც პრინციპში რეჟიმს ყველაზე მეტად უნებს. ეს კერა არაფრით არ მოიშლება, იმიტომ რომ ეს სიმბოლურია ეს ადგილი. აქ იყო ყოველთვის მე პირადად 80-იანი წლების ბოლოდან ვდგავარ აქ და ყოველთვის ვცდილობ რომ როგორც შემიძლია და რითაც შემიძლია ვემსახურო ჩემი სამშობლოს კეთილდღეობას, წინსვლას და რაც თავარია დამოუკიდებლობას. ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა, არ დაგვიტოვეს თვითონ ქართველების ფიზიკური არსებობის საკითხი დგას. მოვლენ ეგენი აღარ ვიქნებით ჩვენ. გაიმარჯვებენ ესენი, აღარ იარსებებს ქართველი ხალხი, ქართველი ერი. ახლა რეჟიმი სწორედ პროტესტში ჩართული მოქალაქეების სიმტკიცის გატეხვას ცდილობს. ფაქტია, სისტემის აქამდე გამოჩენილმა ძალადობამ არ გაამართლა. მოქალაქეები ვერ შეაშინა და სახლებში ვერ ჩაკეტა. ამიტომ ივანიშვილის პრემიერმა უფრო მძლავრი ძალადობა დაგვიანოსა. ეს სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო თუნდაც რამდენიმე თვის წინ. აქედან გამომდინარე, არავის ურჩევთ დაუპირისპირდეს ამ სახელმწიფოს. ყველა იყოს ძალიან ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება კანონის დარღვევას, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის მიმართ სახელმწიფო და კანონი იქნება ძალიან მკაცრი.
ტელემუქარის შესრულება რეჟიმმა უკვე დაიწყო. 4 ოქტომბრის დემონსტრაციის შემდეგ ყოველდღე დაკავებების ახალ ტალღას ვადევნებთ თვალს. სისტემამ სინდისის პატიმრების რაოდენობა კიდევ 50-ით გაზარდა. საპატიმროში გამოამწყვდიეს ექიმები, პროფესორები, სტუდენტები, სპორტსმენები, მებრძოლები და რიგითი მოქალაქეები. ანუ ყველა, ვინც ქვეყნის გარუსებას ეწინააღმდეგება და საქართველოს მომავალს მხოლოდ ევროპულ ოჯახში ხედავს. რეჟიმს გონია, რომ ამით მიზნის მიღწევას და ქვეყანაში ნანატრ რუსულ მშვიდობას დაამყარებს. თუმცა ცდება, პროტესტი არ გაჩერდება, რადგან პრინციპის ამბავია პირველ რიგში, აი ეს პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჰაერივით საჭირო რეჟიმის ტყვეებისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში აქ მდგომი ხალხის მთავარი მოთხოვნა არის ამ ადამიანების განთავისუფლება და ყოველდღე ამის დაფიქსირება ტყვეობაში. მგონია რომ იმ ადამიანებისთვის მგონია რა დარწმუნებული ვარ არის იმედი თუ ჩვენ რუსთაველი ვერ შევინარჩუნეთ, მაშინ არაფერი გამოგვივა. ამიტომ როცა ვამბობთ ბრძოლა ბოლომდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე უნდა ვიდგეთ და ის რა მიზანიც გვაქვს ქვეყნის და ჩვენი პატიმრების, რეჟიმის ტყვეების განთავისუფლება აქტუალობის ნიშანია. ქვეყანა განთავისუფლდება, ისინიც განთავისუფლებიან. და ამიტომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ აქ. შევინარჩუნოთ აუცილებლად რუსთაველი გამარჯვებისთვის. 300-ზე მეტი დღეა უკვე რაც აქ გავართ და რა აღარ გადავიტანეთ, დარბევა, დაჭერები, დაშინება, სრულ ტერორში გვაცხოვრებენ ამდენი ხანია, მაგრამ ამდენი ხანი არ გაგვტეხეს და ეჭვი არ მეპარება, რომ არც ამის მერე გავტყდებით, არც ერთი ჩვენგანი. 4 ოქტომბერს ნახეთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა კიდევ და ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრად მეტი ადამიანი დგას ამ ხალხის უკან და რეჟიმს ჩვენი უნდა ეშინოდეს, ჩვენ არ გავტყდებით, არ შეგვეშინდება და იქამდე ვიდგებით აქ რუსთაველზე, სანამ გამარჯვებას არ მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის და პატიმრებისთვის. გესმით ბატონო ირაკლი, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები სახლში გამარჯვების გარეშე არ დაბრუნდებიან. არ აქვს მნიშვნელობა ეს გამარჯვება ხვალ იქნება თუ ერთ კვირაში ან ერთ თვეში. თუ თქვენს მიერ გაყიდულებად და აგენტებად შერაცხულების მოსმენა არ გინდათ, იმ კაცის ნათქვამები მაინც გადაიმეორეთ ხოლმე, ვისი დროებით იმსახურიც ხართ. ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა და დემონსტრირებები, როგორც ესე ყოველთვის ხელისუფლებაზე მეანიშნებს. რომ რაღაც არ მოსწონს, რაღაცას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ხალხი ცდილობს რაღაც სხვა გამოხატულებებით ეს დააბალანსოს. არ შეიძლება მათ დააპატიურონ მთელი საქართველო. წარმოუდგენელია და მიუღწეველია ეს. გაიხედონ წინ, უფრო წინ გაიხედონ.